მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. თქვენ კარგად ხედავთ რამხელა დივერსიებს აწყობს დასავლეთის აგენტურა საქართველოში. ბევრს ეგონა რომ ტრამპის მოსვლის შემდგომ ესენი გაჩერდებოდნენ, მაგრამ ამათი გაჩერება არ იქნება, იმიტომ რომ ესენი არიან წერასაყვანილი ხალხი. ეხლა გასაგებია რომ ისეთი მხარდაჭერა არ აქვთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. როგორც ერთხელ თქვა, კარგად გახსოვთ, შევარდნაძემ რო თქვა თავისი რაღაც ესეთი მონოპოლური ორი რუსეთი არსებობს, რეაქციული და დემოკრატიული. რეაქციული რუსეთი და დემოკრატიულია თუ არა რუსეთი, ასევე არსებობს ამერიკა გლობალისტური, ლიბერასტული და გარკვეულწილად რაღაც ტრადიციებზე ორიენტირებული. ტრამპი ერთი ხელის დაკვრით ვერ შეცვლის ამერიკის საგარეო ვექტორს. ამერიკიდან ფინანსდება ყველა ის გლობალისტური და ლიბერასტული ძალები. შეიძლება ტრამპმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აკრძალოს USAID-დან, საელჩოდან, ნედიდან დაფინანსება ამ NGO-ების, მაგრამ ამერიკაში საკმარისად არის რაღაც გარკვეული დაფინანსების წყაროები, რომლითაც ესენი მიიღებენ იმ ფულს, რომელიც საწინდარი იქნება აქ რომ რაღაცნაირად ხელისუფლება არყიონ. და ხელისუფლების რყევები ჩვენ ხედავთ რომ გრძელდება და აი ხა მაგალითად მე მინდა ვანახო კადრები. თბილისის მეტროში ესე იგი გუშინ წინ ხალი კინაღა მოკლეს, შევარდნენ ეს გიჟები ყვირილით. ობსტრუქციები მოაწყვეს და ქალბატონი ცუდად გახდა, გული წაუვიდა, კაცო. მერე მივარდნენ იქ მეორე ადამიანს ასევე მოექცნენ. ესე იგი უკვე ესენი არიან ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა ნაცმოძრაობა. დაწიან, ხან ვიღაცას შეუვარდებიან, ხან ვიღაცას გამოუვარდებიან. ეხლა ვინაიდან და ესენი არიან ჩამოყალიბდნენ რაღაც ზონდერ ჯგუფად რა. ადრე იყო 90-იანებში იყო ჯგუფები დათარეშობდნენ ქალაქში. და აი ბესპრიდელი იყო, რასაც ქვია, რასაც უნდა იმას აკეთებდნენ. აი ახლა ესენი არიან ზუსტად 90-იანებში დაგვაბრუნეს უკვე, რომ თითეული ადამიანი არის დაუცველი, ყველგან პოლიცია ვერ იქნება. ესენი კი იძახიან, ყველგან პოლიცია არსად სამართალიო, მაგრამ პოლიცია ვერ იქნება ყველა ქუჩაში, ყველა უბანში, ყველგან ვერ იქნება პოლიცია ფიზიკურად. ეს წარმოუდგენელია და ამ ყველაფერს უმჭირდება ალაგმა. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი პროფესორთან, პუბლიცისტთან, ბატონ თიტო ჩუბინიძესთან. მოგესალმებით ბატონო თიტო. სამშვიდობისა, დიდი პატრიოტიზმით მოგესალმებით. მივესალმები სეზონის ერთგულ მაყურებელს. აი ბატონო თიტო, ეხლა თქვენც ნახეთ, მე კადრი გავუშვი. ესე იგი, რიგით ადამიანს, რომელიც შეეწინააღმდეგება მეტროში, რომ აი რა გაჩერდით რაღაცა, ესე იგი, ადამიანები თავს დაესხნენ, სასიკვდილოდ გაიმეტეს. დარბიან ქუჩებში, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და ესე იგი თითეული ადამიანი დღეს არის დაუცველი ამათგან. და ამ ყველაფერს ახალიფებს ის ევროკავშირის საელჩო, ამერიკის შესაბამისი გარკვეული უწყებები, ეხლა ტრამპი შეიძლება რაღაცა რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს და ამ ელჩმაც ბოდიშთა შეცვალა რიტორიკა, მაგრამ ხედავთ რომ მაინც გარკვეული მხარდაჭერა აქვს. თქვენი აზრით რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ აი ამ ნაძირლების ასალაგებლად? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, დიდი პატრიოტიზმით. მივესალმებით სრულიად საქართველოს ჩვენს ემიგრაციას, იმიტომ რომ ტელეკომპანია სეზონს ძალიან ფართო აუდიტორია ყავს მაყურებლის სახით და მე ამაში 1000 გზით ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მაქვს ურთიერთობა მათთან, ამ ხალხთან, რავი, ზოგი საიდან რეკავს და ჩვენს გადაცემას ელიან ამას ყოველგვარი ფამილიარობის გარეშე ვამბობ და ყოველგვარი თვითრეკლამის გარეშე. ეხლა რაც შეეხება იმ პრობლემას, რომლის შესახებაც თქვენ ბრძანეთ, ეს მე ყველაფერი მახსენებს, მაგონებს 20-იანი წლების მიწურულს, მე-20 საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს და 30-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში განვითარებულ პროცესებს, პოლიტიკურ პროცესებს, მანამ სანამ ჰიტლერი მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში. მოგეხსენება თქვენ 1933 წლის დასაწყისში უკვე ჰიტლერი მოვიდა
ხელისუფლების სათავეში და სულ რაღაც ერთ თვეში თებერვალში მან გადაწვა უკვე რაიხსტაგი, რომელიც გახდა ფაქტობრივად აი ამ სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილ პარტიულ ჯგუფებზე პოლიტიკური ანგარიშწორების საფუძველი. აი სწორედ როგორც ახლა აი ესენი დაზრწიან თბილისის მეტროში და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, სწორედ ისე ჰიტლერის ესე იგი სპეციალური ქვეგანაყოფები რომელსაც სპეციფიური სახელები იყო თებერვალში გერმანიაში და ახლა აღარ ვაპირებ მაგ სახელებით ენის მოტეხვას, მაგრამ ცნობილია მასის სახელები. აი ეს იურგენდი იყო 1000 არა, ჰიტლერ იურგენდი ეს მერმინდელი ეპოპეა, ეგრეთ წოდებული წყალებში. ესენი იყვნენ მანამდე, ესე იგი გესტაპო იყო. არა, ეს უკვე როდესაც სტრუქტურა ჩამოყალიბდა და ეს სახელმწიფოს მე გეუბნებით მანამ სანამ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მანამ სწორედ ასე დაძრწოდნენ ისინი და სხვათა შორის ეს ეპოპეა და ეს უმძიმესი პოლიტიკური სცენები გარკვეულწილად გააკვირით არის აღწერილი ცნობილ გახმაურებულ ჩვენი ბავშვობის და ყველა თაობის გახმაურებულ წიგნში სამ მეგობარში, სადაც არის უკვე ჩანს უკვე აშკარად როგორ მოდის ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში, რომ იქ ჩხუბი მოხდა ბერლინის ამ ქუჩაზე, ვიღაცას დახვდნენ, ვიღაცას მანქანა დაურბიეს, ვიღაცას მაღაზია დაურბიეს, ვიღაცა წემეს. აი ესე დაძრწოდნენ ისინი, ასე დაძრწოდნენ ჰიტლერის ერთგული ფანატიკოსები, ფაშისტური გერმანიის უკაცრავად გერმანიის ქუჩებში, ვიდრე ფაშისტური გახდებოდა გერმანია და თესდნენ საზოგადოებრივ შიშს, საზოგადოებრივ ესე იგი აპათიაში ამყოფებდნენ სრულიად საზოგადოებას. ფაქტობრივად მათ 33 წლამდე უკვე შექმნეს გერმანიაში ტერორისტული რეჟიმი, დაამყარეს ტერორისტული რეჟიმი და აი ამას მერე წინ უძღოდა, შემდეგ მოყვა ამას ჰიტლერი შეხვედრა იმ გერმანელ მაგნატებთან, კრუპთან და ასე შემდეგ, სადაც მან დადო პირობა, რომ თუ ის მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, ალაგმავდა კომუნისტებს, არ გააჭაჭანებდა სოციალ-დემოკრატებს და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი და სხვათა შორის აი ამ მოძრაობაში, ფაშისტურ მოძრაობაში გერმანიის მაგალითზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო LGBT გარყვნილი სოდომისტური საზოგადოების როლი. იგივე კაპიტანი რემი, რომელიც იყო ფაქტობრივად ჰიტლერის მარჯვენა ხელი და რომელიც მერე ადოლფ ჰიტლერმა სასიკვდილოდ გაიმეტა და გაწირა, იყო ცნობილი ჰომოსექსუალი. არ ვიცი ახლა მე კაპიტანი რემის ფუნქციები იკაგვარამიას აქ რო იტყვიან მორგებული და შესიცხორცებული თუ სხვებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს, ესენი არიან კვაზიფაშისტები, მაგრამ თვითონ პროცესების რაღაცნაირი მსგავსება მე მაშფოთებს, იმიტომ რომ საქართველოში ეს არ გამოვა, რა თქმა უნდა, არანაირად არ გამოვა და ეხლა სააკაშვილს რაც გინდა ულვაშები, ჰიტლერის ულვაშები მივახატოთ და გრიგოლ ვაშაძეს ისედაც დიდი ულვაშები აქვს და ცოტა რომ დაუპატარავოთ, ჰიტლერი მათგან ვერ გამოვა, ესენი ნებისმიერ ვარიანტში იქნებიან ჯიბის ჰიტლერები, მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ესენი რომ დაძრწიან ქუჩაში და ესენი რომ პრობლემებს ქმნიან, ეს უკვე არის საშიში და ამაზე უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი ძალიან მყისიერი და ძალიან მკაცრი. სხვანაირად ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყველას გვარი და სახელი იცის, ყველას მისამართი იცის და თითოეული მათგანის პიროვნება არის იდენტიფიცირებული. ამიტომ ამათი დანდობა არ შეიძლება. მე არ ვამბობ იმას, რომ ახლა ესენი წაიყვანო და საკონცენტრაციო ბანაკებში, გაზის კამერებში ამოხადოს სული, მაგრამ ეს ხალხი უნდა მოექცეს იზოლაციაში. იმიტომ რომ შეიძლება აქ მოხდეს მეორე რაღაცა. თუ ესენი არ გაჩერდებიან, მაშინ შეიძლება თავმოყარე ქართველებმა აიღონ იარაღი ხელში
და ამათი ქუჩაში ხოცვა დაიწყოს პირდაპირ და ეს უკვე გვინდა არ გვინდა ეს უკვე სამოქალაქო ომია რა ჩვენ არ გვინდა რა თქმა უნდა ხო ახლა მე ვერანაირად ვერ მოვიწონებ ამას და ღმერთმა დაგვიპაროს რომ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვარ ჩვენ და ახლა თობის საიტაც გინდა მიატრიალო ყველგან ქართველს მოხდება თუმცა რო ვაკვირდებით თბილისის ქუჩებს ჩვენ უკვე აშკარად ნელ-ნელა უმცირესობაში ვხვდებით ავტობუსების გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებებზე, ფერადკანიანი ხალხი ჭარბობს აშკარად ინდუსები, პაკისტანელები, მე არ ვიცი ეს პროცესი უკვე შევიდა რაღაცნაირად აპოთეოსში და თუ ესე გაგრძელდა, მე მგონია ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო. ბატონო დიტო ახლა ჩვენ გვარამი ახსენეთ და ახლა გვარამია როგორ შეიძლება იყოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რომელიც აგინებდა საქართველოს შეურაცხყოფდა ქართულ ღვინოს და ესე იგი კაცი რო ლაპარაკობდა ასე გვეგონა კანალიზაციის მილი გასკდა თითქოს ამათი ქართველობა შევეცი მე გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც ერთად რას ნიშნავს ერთი ჩაუფსის ამივეჭი ამათი ქართველობა შევეცი მე სანდრო და ქექე ჯერთი ამერიკაში გაიზარდნენ იქ აიდგეს ენა ორივე ინგლისური არის მათი მშობლიური ენა და არა ქართული ოჯახში ჩვენ საუბრობთ პრაქტიკულად ინგლისურად ამათი ქართველობა შევეცი მე სოფლიო რეკორდსმენზე ლაშა ტალახაძეზე რომელიც დასრულებულია ჩვენ არასოდეს არ ვუგულშემატკივრებ პირობას ვდებ და არც წარმატებას არ ვუსურვებ ამათი ქართველობა შევეცი მე ამათი ქართველობა შევეცი მე არერთხელ მოგვისმენია და დღეს ეს კაცი მიღებული არის ამერიკის საელჩოში, ევროკავშირის საელჩოში, იწვევენ ამ ადამიანს სხვადასხვა უცხო ქვეყნის დიპლომატები და გვეუბნებიან ჩვენ აი ასეთი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ქართულ პოლიტიკურ ველზე. და ის კი არა კონსერვატორები, განათლებულები, არა, ესეთი ქათმებისა და ესე იგი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ხალხი უნდა იყოს თურმე წარმართველი ძალა. ბატონო ნიკოლოზ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ერთი შეხვედრით ჩვენ გვაღიზიანებს, რა თქმა უნდა და დაუყურებელი მსმენელისთვის და პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელი ადამიანისთვის ერთი შეხვედრით უცხოა, მაგრამ ეს ხომ ახალი არ არის. ტროცკი 1917 წელს ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოაცილა ნიუ-იორკიდან გემით პირადად გამოაცილა და 20,000 ამერიკული დოლარი ჩაუდო ჯიბეში. ახლა 20,000 დოლარი 20 მილიონი უკაცრავად 20 მილიონი ამერიკული დოლარი გამოატანა თან ახლა ჯიბეში ფიგურალურად ვთქვი ახლა 20 მილიონი დოლარი ჯიბეში ვერ ჩაიდება მაგრამ ესენი არიან ზუსტად უცხოური ინსტრუქციებით აღჭურვილი ხალხი ესენი არიან მოდი პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი ესენი არიან უცხო ქვეყნის აგენტები ესენი არიან აგენტები მე არაერთგზის მithქვამს თქვენს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია სეზონის სტუდიაში რომ 92 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გახდა მთავარი დამფინანსებელი იმ პოლიტიკური ძალის და იმ LGBT გარკვეული სოდომისტური მოძრაობის რომელიც დღეს ქართულ სახელმწიფოს საფუძველს ურყევს და ქვეყანას აჟანჟღარებს რო იტყვია. აი ამ ხალხს ამერიკის საელჩოდან პირდაპირ კონვერტებით მიეწოდებოდათ ხელფასები. ცნობილი სასწავლებელი ჯიპა, რომელიც თბილისში ცნობილი სასწავლებელია და არაერთი პიროვნება ამაყობს იმითი, რომ ჯიპა სტუდენტია. ჯიპა არის პირდაპირ ცერეუს აგენტურის სამჭედლო საქართველოში. ასევე ილიაუნი ეს არის LGBT მოძრაობის სამჭედლო საქართველოში. აბსოლუტური პროფესურა, უმეტესობა ყოველ შემთხვევისათვის, ახლა მე ყველას ვერ ვიტყვი, ცხოვრების წესი თუ არა, ფიქრით და აზრით მაინც არის LGBT მოძრაობაში ჩართული. თანაგრძნობას უცხადებს მათ. უკლებლივ ყველა. მე ამაზე შემიძლია. ახლა სტუდენტებზე მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლადაც არის მისული და ბევრ სანანებლად გაუხდა, რომ აი ამ დაღუპული ორგანიზაციის ინსტიტუციის სტუდენტი გახდა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შექმნეს თავიანთი
რო იტყვიან აი ეს სიმსივნური კერები. ისინი როგორც კიბოს მეტასტაზები მოდებული არიან ქართული სახელმწიფოს მყიფეს ისედაც მყიფე და ძალიან მოწყვლად სხეულს. გითხარით ჯიპა, გითხარით ილიაუნი, გისახელებთ მესამე უმაღლეს სასწავლებელს ბენდუკიძის უნივერსიტეტს, რომელიც ასევე არის LGBT გეი აგენტურის და სოდომიის გარყვნილების პროპაგანდისტული ცენტრი. აი მსგავსი ცენტრები საქართველოში არის რამდენიმე. მივესალმები რომ ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ამოიკვეთა სიმსივნის კერა და გია ხუბუა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესაფლავე დამსამარებელი და მკვლელი გია ხუბუა გამოაგდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ ალბათ მიხვდნენ რომ კაცი რომელმაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მოკლა, ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტსაც მოკლავდა. და მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი ქართველმა ერმა უნდა წარმართოს ასე. ბრძოლა აი ამ გეი აგენტურის ამ სოდომიის ცენტრების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რა თქმა უნდა ეკლესიამ, მაგრამ წარმართველი ფუნქცია ამ შემთხვევაში ენიჭება საქართველოს განათლების სამინისტროს, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ ბატონ ნიკოლოზ წარმოადგენს LGBT სოდომიისა და გარყვნილების ბუნავს. რა თქმა უნდა, იქ ბევრი ცვლილებები ხორციელდება, დაგეგმილია ცვლილებები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრს, რომელსაც 6 მოადგილე ჰყავს და როგორც ჩემთვის ცნობილია მინისტრ წულაძეს, განათლების მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე, ის მინისტრი არის კარეტინი, არაფრის გამკეთებელი და ასეთი სამინისტრო არის დასანგრევი და თავიდან ასაწყობი და ასაშენებელი. ბატონო, აი ხა თქვენ აქ აყავთ მათ ამ LGBT სოდომიისა და გარყვნილების ცენტრებს, აქ აყავთ მფარველები დიმიტრი შაშკინმა, ხატია დეკანოიძე და ნიკუტა გვარამია, აი ამ სააკაშვილის LGBT საკახპეთის აქტივისტებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანაში საქართველოს განათლების სამინისტროს პირველი პირები, ანუ განათლების მინისტრები, აი ამ ინსტიტუციაში ჩააგდეს ის ბოროტი LGBT თესლი, ის გარყვნილების, იმ სოდომიის მარცვალი, რომელმაც წლების განმავლობაში იბართხა და ეხლა უკვე მთლიანად კიბოს მეტასტაზებით მოედო მთელი საქართველოს განათლების სისტემას. შეხედეთ, თითზე ჩამოსათვლელია უნივერსიტეტი, სადაც ადმინისტრაციაში და უმაღლეს თანამდებობის პირებად აი ამ სოდომიის ცენტრის პირველხარისხოვანი პირები არ არიან წამოჭიმული და ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში, როგორც დამწყები მეცნიერმუშაკი და პროფესორი, ამ საშინელებისგან და ამ უბედურებისგან შორს დგას. ამითი ვამაყობ. მაგრამ სხვაგან არის ძალიან ძიმე სიტუაცია. ძალიან მაგალითად ბატონი ჯავა სამუშია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ მე და ჩვენ ერთი დროის სტუდენტები ვართ, მე ვიცი რომ ვერ ერევა უბედურებას უნივერსიტეტში. კი ბატონო, ახლა მარტო განადგურებული, მაგრამ ვერ ერევა. იმიტომ რომ ესენი არიან წამოჭიმული. ეს აგენტურა წამოჭიმული. პირველხარისხოვანი პოსტებზე. ბატონო დიტო, ახლა მარტო განათლებაში კი არა. ჩვენ ხედავთ ხელოვნებაში რა ხდება. აი ხა მაგალითად დოიაშვილი, რომელიც რუსეთის, ჩინეთის კომუნიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და აჯანყებით იმუქრებოდა და ხელისუფლებას ეუბნებოდა, აი ნახეთ თქვენ რას გიზავთ, შავდღეს გაკრითო და რეგიონებში წავალო, ხალხს მოურეკაო და საერთოდ ნახავთო ხალხის რისხვა რა არის. წავიდა რაიონებში, იცეკვა, ითამაშა, ვერავითარი ვერ გააკეთა და ახლა აგერ გავიგეთ, რომ ჩინეთში ერთ-ერთ თეატრში დაიწყო ბუშობა, კასტინგი გავიარეო. არ ვიცი რა კასტინგი გაიარა, რა თეატრი ნახა მან, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება ახლა რუსეთის მოკავშირეა ჩინეთი. იქაც კომუნისტური პარტია მართლობაში. კაცი კომუნისტს და რუსეთს და ჩინეთს ებრძოდა.
და იქ დაიწყო მუშაობა. მე არ ვიცი, ხა მალე არ გამიკვირდება პუტინის მადიდებელი და სინძიაპინის მადიდებელი რაღაცა პიესებით დადგას. აი ეს არის მათი სახე, ფული, კიკუები არიან. აი საერთოდ ჩვენი სამსახიობო წრე მიდრეკილია ამ კიკუებისკენ. სამთუმნად და სამანეთად გაიხდიან და ისე რომ ნამუსაც არაფერი არ შეაწუხებთ რა. დოიაშვილის ჩინური კონტრასტი, პირადმა ინტერესმა პოლიტიკური პოზიციები და განცხადებები ფეხქვეშ გათელა. დოიაშვილი როგორც თავად უწოდებს, სამუშაოდ კომუნისტურ ჩინეთში წავიდა. როცა საქმე საკუთარ კეთილდღეობას ეხება, როგორც ჩანს, მიუღებელიც არაფერია. ეს ერთ წელია უკვე დაგეგმილი იყო და ეხლა ჩავედი, დაგეგმილი იყო, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი ვარ თბილისში. ვარ ვალდებული რომ შევასრულო ეს კონტაქტი ჩვეულებრივი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არა, ისევე როგორც ერთ კვირაში გავემგზავრები, დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. რა პრობლემაა? ჩვენი არის კომუნისტური ქვეყანა, წავედი, მიწვევით სპექტაკლი უნდა გავაკეთო. ნუ ახლა დოიაშვილი დასაგები იყო, როგორც დაამთავრებდა, ეთყობა დოიაშვილს საქართველოში ასპარეზი არ იყო, თავისი ნუ მოკლედ აი ამ გაუბედურებული და უზნეო აზრების შეიძლება თითქოს განსამცობად და ეხლა ჩინეთში მოკლედ გაიძეძილა ახლა 1.5 მილიარდ კაცში ჩავარდა დოიაშვილი და 1.5 მილიარდ კაციდან ნახავს, ბევრს ნახავს თავისიანს, რო იტყვიან და გამონახავს საერთო ენას რა. ახლა იმედია საქართველოსაც შეიცვლის და ჩინურად არ ვიცი ახლა დოი თუ დო და მე რაღაცა დონ ხუანი გახდება ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. ხო, მოკლედ ბატონ ნიკოლოზ, ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ ეს კაცი, ეს ეგრეთ წოდებული კაცი ახლა ისი კაცია ეს უდღეური, ეს საწოდავები რა, ჯერ რას ყვანან. ჯერ ამათი გადაღებული სპექტაკლი გინდა ჩინეთში ჩაიტანე და გინდა იაპონიაში. ვინ უყურებს ამათ სპექტაკლს? რა სპექტაკლი უნდა დადგას ახლა დოიაშვილმა გეკითხებით რა. რა სპექტაკლი უნდა დადგას რა? ხუნვეიბინებზე უნდა დადგას ჩინეთში სპექტაკლი თუ ვიზე უნდა დადგას ახლა. ახლა ხო წარმოგიდგენიათ, ეგენი ისეთი კლესები არიან. ესენი ისეთი ფულზე გაგიჟებულები არიან, რომ ახლა სიძინპინმა რო უთხრას ახლა დოიაშვილს რომ გამოდიოდა აი პეკინის ცენტრალურ ქუჩაზე შიშვერმა ჩამოიარეო დროში სააკაშვილის დროში ხელში ჩამოივლის გეუბნებით რა. ახლა ყველა შიშვლებზე ახსენეთ ბოდიში ხა რა დროული ჩართვა მექნება. არა ეგენი ბოდიში ბატონო დიტო აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან და დარჩათ ეს გაშიშვლებულები და გაშიშვდნენ უკვე. ეხა აგერ მედეა ჩახავას, კოტე მახარაძის შვილთაშვილი, ნიკა თავაძისა და ნატა მურვანიძის შვილი არის დათა თავაძე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი აგრესიული აქტივისტი ამ აქციების დროს, მედროში ამ წინააღმდეგობის მოძრაობისა. და აგერ დადგა სპექტაკლი, გაშიშვდნენ კი არა ბოდიში და უკანალი უჩანთ უკვე, აი არ ვიცი, ამ ქართველმა ბიჭო, აი მიკვირს, იქ მიდიოდა ის მეპირფალოსე გირჩელი, ზურა გირჩი ჯაფარიძე უკანალი უჩვენა რუსებს, ვითომ ამით შეშინდებოდნენ. ამან სპექტაკლი დადგა, აგერ ნახეთ, აგერ გატიტულებული უკანალით ესე იგი ქართველი მსახიობები. მე არ ვიცი, აი ამ სპექტაკლზე რო ქართველი კაცი მივა, რა სიამოვნება უნდა მიიღო, რომ გატიტლიკანებულ კაცს ნახავ ადის კიბეზე და აი ეს უნდა შეხედო და ეს არის თურმე დიდი ღირებულება. ეს არის დათა თავაძის აი ამ ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი. და მე დიდი მარცხის მოლოდინში დიდ სიტყვებს ნიშნულობების შემცვალებ და რესტორნებს ეგზოტიკური სახელები დაარქვი. თქვი, ეს სიბნელეა, თქვი, ეს ღირსება, თქვი, ეს ღალატია, ეს სიწმინდე, თქვი, ბიოლოგიური სქესისთვის შეუპერებელი ქმედება და თქვი, ნორმალიზების პოლიტიკა. ხსენებით ნემთბილი. ხსენებით
სერვით ნოთვილი პოლიტიკები ორცერთილი, სერვით ნოთვილი მშვიდობა, სერვით ნოთვილი გამოხატვის თავისუფლება, სერვით ნოთვილი ოჯახური ღირებულებებია, და სერვით ნოთვილი მამებისა და სერვით ნოთვილი დედების უთანასწორო კავშირია, უწმინდური კავშირი ეკლესიის ძალების თანხლებით, მანქანის სიგნალებითა და ფეიერვერკებით რომ გაუწყებენ ისეთი მერყევი კავშირის დაბადების შესახებ, ოჯახის სიწმინდის დღეები და მოწმეები, ბავშვთა სქესის გაგების ზეიმები და მეჯვარეებთან ხნაური რო ჭირდება გასამყარებლად. ახლა კი ტრაქში ხმაურსაც ვიყვაროთ. უიდი ბატონობის სიამოვნებით. თქვენი ღმერთი, ვინაც თურმე უიტყვით დავგვარს სამურქმედებენ ზეციური ცეცხლის ჯირა, თურმე ისე დამდაბდა, რომ მეტი საქმე არ აქვს იმაზე იდარდოს. ხოლმე მამაკაცები თავიანთ ასოს მუტელში თუ ტრაქში. არა შემოგეთქო არავითარი ღმერთი არ არსებობს. თოსამებით მოხან წამებით ტრაკი სასწრაფოდ გეკეთებია რომ გამიჟებს მაგრამ ჩემ ხარეთ მაჩანდა ანგელოზი ვიწოც მატრაკი მომიდა. ტრაკი გაყუა მოზანდანას. კარგია სწორედ კარგია სამურიო აიკონისის ეს სამოშიაფერებს რომ ბლაის ტრაკი მაქვს. ხო შევეცი არა შეიძლება პოზიცია მომწევდი გასაგებია ვნახე ეს ამაზენი კადრები სხვათა შორის წლების წინაც მარჯანიშვილის თეატრში ბრიტანელები ჩამოვიდნენ კაცები და ესეთ იტვლებით არბოდნენ სცენაზე და ოთარ მეღვინე თუხუცესმა სულ დედა აგინა და წიხლებით და პანჩურებით გაყარა ესენი დიდი სკანდალი ატყდა საერთაშორისო პრესაში. ეხლა ქართულ თეატრს სჭირდება ოთარ მეღვინე თუხუცესი, რომელიც ეხლა აი ამ გატიტულებულ ქართველებს გაუმასპინძლდება იმ უჯლუგუნებით, რომელიც თავის დროზე ბრიტანელებმა მიიღეს საქართველოში. ვერაფერს ვერ ვიტყვით ბატონ ნიკოლოზ. ეხლა ნიჭი არა აქვთ. ნიჭი არა აქვთ. საზოგადოებას ვერაფერს ვერს თავაზობენ. პრობლემაზე ვერ მსჯელობენ. ქვეყანას ტერიტორიები აქვს დაკარგული. ქვეყანა სულს ღაფავს. ამდენი სოფლები დაკარგულია. აფხაზეთი დაკარგულია. ცხინვალის რეგიონი დაკარგულია. რაღაცა ქვეყანაში პატრიოტული მუხლი არის ასაწევი. შევხედოთ ჩვენს გარშემო ყველა იარაღდება, ყველა თავისას რო იყვიან უფრთხილდება. ჩვენ კიდე აი მივედით იქამდე რომ ქართული სცენა, რომელიც ფაქტობრივად რა ვიცი, რაღაცა ტაძრის დონეზე იყო გამოცხადებული, საბოლოო ჯამში აი აქამდე დავედით, რომ ტიტლიკანა ქართველი კაცები დარბიან, აი ეს ხა გვაკლდა. ეს მოიტანა სწორედ იმ ბინძურმა და იმ გარყვნილმა იდეოლოგიამ, რომელსაც კვერი დაუკრა აი ამ გაფუჭებულმა ხალხმა და მიესალმა ეს ხალხი და ეხლა ვინ ესწრება მაგ სპექტაკლებს? მაგ სპექტაკლებს დაესწრება ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი შარვალჩახტილი. აბა როგორ შეიძლება ეხლა ნორმალური ადამიანი ხა ცოლთან, შვილთან და მეუღლესთან ერთად როგორ შეიძლება დაესწროს თბილისში სპექტაკლს, სადაც დარბის ტიტველი კაცი. აი გეკითხებით ეხლა ეს ქართველი კაცისთვის ეს არის ერის დაცემა, ეს არის ერის გაუბედურება. აქ საუბარი ალბათ ცნობილი ქართველი მსახიობის მერაბ თავაძის შვილიშვილზეა ალბათ საუბარი. ხო და ნუ არ ვიცი ახლა მერაბ თავაძე ეს უნიკალური პიროვნება, თოჯინები იცინიან, აი არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმში უნიკალური პიროვნება და არ ვიცი ახლა მისი შვილიშვილი რატო დგამს ამას და რატო გაუშიშლა ამ კაცებს უკანალი და ანის კაცი ვინ არის და რა მსახიობია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ როლს თამაშობს და ვინც ტიტველი დარბის სცენაზე, ის ისრო და იმ უბედურებას და იქ პარლამენტის წინ ექსოტიკური სახელები და თქვი ეს სიბნელეა, თქვი ეს ღირსება. ცეცხლი ოლიგარქიასო და უბედურებასო ყოველი მხრიდან ისროდნენ ესენი უკან წინიდანაც ისროდნენ, უკანიდანაც ისროდნენ და გატიტლებული იმიტომ და უნდა გატიტულდე ქართველი კაცი
სპექტაკლზე, ესე იგი შენ ვერ ქმნი ისეთ ნამუშევარს, გინდა ალაპარაკო მაყურებელი, რომ ვიღაცა გატიტულდა და ამით მიიქციო ყურადღება. ეხლა კაციშვილი არ ნახავდა ამ თავაძის, დათა თავაძის აი ამ ნამუშევარს, მხოლოდ ესე იგი იქცევენ ყურადღებას გატიტულებით, სექსით და იმითი. აბა სხვა რაიმე ღირებულს ნახავ მათ სპექტაკლში? რა თქმა უნდა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის წახალისებული მათი ფიურერებისგან. აი მათი ფიურერი არის ზურაბ გირჩი შარვალ-ჩახტილი. რაც იმან გააკეთა წლების წინათ სოფელ ატოცში, სადაც ერეკლე მეფემ 7000 ლეკი დაამარცხა 1757 წელს. აი სოფელ ატოცში წამოიხადა უკანალი ამ წყეულმა და მიუშვირა რუსეთს. რუსეთს ესე იგი მთელი ნატოსი არ ეშინია პუტინს. ესე იგი ვერაფერს ვერ უშვებიან. მთელი მსოფლიო გააჩერა, მთელი ევროპა დაანგრია. თავზე დაამხო ყველაფერი. ვერაფერს ვერ უშვებიან ამ ქვეყანას. ფაქტია, რომ ვერაფერს ვერ უშვებიან. ფაქტობრივად დაანგრია ევროკავშირი. დაანგრია და დაშალა ნატო. ღირსება აყარა ამერიკას. ხო და ნუ ახლა ტრამპი პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული ქარიზმა და ტრამპი ჩააყენა ძალიან ისეთ უპატიებელ და უხერხულ სიტუაციაში და აი ამოდენა დერჟავას, აი ამ ავადმყოფმა მიუშვირა უკანალი და იქ ვინც ყავდა 1 30 და 40 კაცი, იმათაც ყველა შავლები და ისინი ჩაახტებინე და მიაშვერინა უკანალი, რომ ვითომ ახლა პუტინს გააქცევდნენ ესენი მოსკოვიდან და აწევდა ხელებს არიქა თქვენჭირივეთ ის არაფია გნებდებით. არა რა უბედურება ის მეიცი რა. აი იქიდან გამომდინარე იმის მერე ზურაბ გირჩიჩე შარვალ-ჩახტილი გახდა ქართული LGBT პოლიტიკის ფიურერი, ერთ-ერთი ფიურერი. თუ არა რაიხსმარშალი მაინც. ამიტომ თავაცემ შეხედა რომ ივიქრა ტვინი არა მაქვს თავში. ვერაფერს ვერ ვდგამ, რეჟისორი მე არა ვარ, მსახიობი მე არა ვარ. მოდი ახლა რა ვქნა და ჰეროსტრატეს პრინციპიდან გამომდინარე, რაღაცას წაუგიდებ ცეცხლს, ან რაღაცას ისეთ ვიზამ რომ ხალხი ავალაპარაკო. ადგა და დადგა ის რომ ვიღაცას თავისნაირი ტვინის და გონების და აზროვნების და მორალის პატრონს უთხრა, რომ შენ სცენაზე უნდა გამოხვიდე და უღანალი გამოაჩინო. და ეგ არის, ეგ თემა არა. იცი ბოდიში, აი ხა ჩვენ არ არის ბატონო ნიკოლოზ ახლა და მე ესენი გავა დრო და მე მგონია საქართველოს ფერს დადგება და ეს ყველაფერი ეს საშინელება და ეს ჭუჭკი და ნაგავი ეს ჩაირეცხება და ეგენი უბრალოდ დარჩებიან საქართველოში როგორც შარვალ-ჩახტილები და უკანალ ჩამოხტილები. არა, შარვალ-ჩახტილი მარტო ეგენი საქართველოში აგე რამდენი წელი გავიდა სულ არ ვიცი მერცმან უმანახოს და არც მინახია, მაგრამ ტუზიკა მაჭავარიანი ვინც იყო თელმა საქართველოს მიცის და ესე ტუზიკა მაჭავარიანებად დარჩებიან ესენი რა. მეტი არაფერი ახლა რა, მეტი არა სამარცხვინოა ეს ყველაფერი და უძველი ჩაუყარა ნაძირალა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც შექმნა ეს დაჯილდოება საბა და ხალხი წაახალისა, ვინც ახლა მეტად უფრო აი ამ პორნო პოეზიას, პორნო სპექტაკლისთვის დადგამდა გარკვეულწილად აი ამ სცენარს, იმას აჯილდოებდა. ახლა აი ამ ლაშა ბუღაძემ პირველმა გააკეთა უდიდესი მკრეხელობა, როდესაც თამარ მეფე გააშიშვლა თავის ნაწარმოებში. აი ამ არაკაცმა ემან ჩვენი წმინდა მეფეს შეურაცხყოფა მიაყენა. მე ის ზაზაბურტულაძე გამოჩნდა მეორე ავადმყოფი. და აი ესე იგი ეს ადრე ჩვენ ყავდა კაცო ტიციანი, გალაქტიონი, მუხრანი, პაულო და მთელი კორიფეები ყავდა კაცო და მურმალებანიძე ყავდა და რა ვიცი კონსტანტინე გამსახურდია ყავდა და ანა კალანდაძე ყავდა და ყველა რა ვიცი მე და ეხა შეადარეთ ბოდიში ბატონო დიტო შეადარეთ ეხლა აი იმ თაობას ვის ლექსებზე ჩვენ გავიზარდეთ, ვის მოთხრობ და შეადარეთ ეხლა ეს პორნო პოეტები, ეს გაურკვეველი ტიპის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ისეთ შემოქმედებას, რომელიც ესე იგი, რა ვიცი მე იმ დღეს ის რო გამოვიყვანეთ, ალბათ გახსოვთ ის ტორე სამოსი, ესე იგი, კაცი გამოდიოდა ლექს კითხულობდა, ესე იგი, ბოდიში და ასე მეგონა კანალიზაციის მილი გასკდა რა, მის პირში. მამუკა ხაზარაძე კაცი რო არ არის ეს იცის თელმა ქვეყანა
და მეტი რაღა უნდა დაემართოს მამუკა ხაზარაძეს თავისი ქალიშვილი ჩართო აი ამ სოდომიაში რა სოდომიაში ჩართო და იმ ქალბატონს გათხოვილია ის გოგონა მე მგონია მერთმა სიკეთე მისცეს კაცო და მერთმა ამრავლოს და მერთმა ჭკუაზე მოიყვანოს რომ თავის LGBT მამას გაემიჯნოს რა ესე იგი LGBT მამუკა იმდენი გააკეთა რომ თავისი ქალიშვილი აი ამ სოდომიაში ჩართო და გადააღებინა რაღაცა ფილმი ლესბოსელებზე თუ მამათმავლებზე და სადღაც ამ გოგონამ გაიმარჯვა რაღაცა ლესბოს აი LGBT ფილმების ფესტივალში ასე რომ LGBT მამუკა იყო ამათი დამფინანსებელი სუხეთ აფინანსებდა LGBT მამუკა აფინანსებდა აი ამ გათახსირებულ ლაშა ბუღაძეს რომელიც გამოვიდა და მე აღიარა LGBT მამუკა ძალიან ისე ჟღერს. ხო, LGBT მამუკა, ნუ მოკლედ, ესენი შეიტყუა, ფულები აძლია და მე ბოლოს გარყნა. მე ბოლოს ლაშა ბუღაძის აღიარებითი ჩვენება ჩვენ ხომ მოვისმინეთ. რომ ცეკვის დროს რაც დაემართა მაგას თქვა. მე ხო არაფერს მიგონებ, კაცო რო. რაღაცაო ცოტა გაფრაზებული კაცებიო მეცეკვნენო ყავის ხურთუქში გამოწყობილიო და რაღაცაო კოცნაო დამიწყესო და მე გამიტყუეს სადღაცო და რა მოხდა ამბობცო და ბიჭო მეტი რაღა უნდა მოხდეს ეხლა გეუბნები ასე ხასო გაუპატიურებენ მე ჩვენებას არ აძლევს არა დახურული პროცესია კაცო გაუპატიურების საქმეები მე ადვოკატი ვარ და სასამართლოს იხურება დარბა სასამართლო იხურება და ესენი ღიად ლაპარაკობენ იმან მე თავშეკავებულად ქალებიც კი ნუ ესე იგი მეც არ ამბობენ ისინი ცოტა ხვენიათ რომ რაც მოხდა და ამან გამოაცხადა ეს ტელევიზიით გამოვიდა და თელ საქართველოს ამცნო იმის შესახებ რომ ლაშა ბუღაძე გაბრაზებულმა კაცებმა სადღაც ცეკვის დროს ნუ ჯერ აცეკვეს და მე ანუ ჯერ გაახურეს კარგად აცეკვეს და ცეკვით გაიყუეს და მე მოკლედ ეხლა გია ბუღაძეს ეხლა თავში ტვინი რო ქონდეს მამამის აი ეს ულვაშებით რო დადის ისა რა ხონთქარივით ულვაშები რო აქვს ეს ულვაშები უნდა გაიპარსოს გლოვის ნიშნად მაინც რომ შვილს ასეთი რაღაცა დაემართ ეხლა ჯვარისწერია კაცო ეგეთი რაღაცა მე წერსაც არ უსურვებ მაგრამ ნუ რა ვქნათ ეს ასაცილო კი არა სატირალი არის ბატონ ნიკოლოზ მაგრამ აი ესენი გახარებულები არიან ეს რო დაემართათ გახარებულები დადიან ესენი და მე არ ვიცია ალბათ ეხლა ბატონი თავაძეს რეჟისორის გახარებულია და ვაი და უი იმ ოჯახს და იმ მსახიობს ვინც ეხლა იქ უკანალი მოიშიშვლა სცენაზე და დაშუკრავენ ალბათ ისიც გახარებულია და რა გიხარია თქვენ უბედურებო მუხრან მაჭავარიანის არ იყოს ჩემი სიტყვები არ არის რა გიხარია შეშობელწაღლო მართლაც და რა გიხარიათ რა სირცხული და თავის მოჭრა მეტი რაღა უნდა დაგემართოს ქართველ კაცს რომ უკანალს რომ მოიშიშვლებდა სცენაზე გამოყვარ ეგ არის საქართველო ამისთვის იბრძოდა ქეთევან დედოფალი და ამისთვის დაიღუპა სამასი არაგველი ამისთვის დაიხოცნენ ზვიადი და მერაბი და ამისთვის შესწირეს თავი 9 აპრილის დაღუპულებმა რომ ვიღაცა თავაძემ ვიღაცა ბიჭი გამოიყვანოს და სამეფო თეატრი რა სამეფო თეატრი კი არა მაგას დაარქვით უკანალის თეატრი რა სამეფო თეატრი სამარცხვინოებო თქვენა საერთოდ მე მოუწოდებ ამ კულტურის სამინისტროს აღკვეთოს ამ თეატრების დაფინანსება რა თუ არიან მაგრები მოიზიდონ მაყურებელი და გადგან როლები და ისა იმ აი ამ ტაკი მასხარების და ამ უკანალ წამოხდილების სპექტაკლზე ერთჯერ მივა ხალხი და მეორეჯერ ქვებს რო დაუშენენ და თავს რო გაუხეთქებენ გაუხეთქავენ იქ სცენაზე მე ნახავენ ესეგები რა ეხა ჩვენ ერთი რამე არის თქვენ მე სწორი აქცენტი გააკეთეთ ეხა ნამდვილად კულტურის სამინისტროზე ჯო ვერ გავიგებ მე ხლა საერთოდ საქართველოში მე მგონი პორნო ინდუსტრია კანონით აკრძალული არის ხა ამერიკაში ნებადართულია მაგალითად ესე იგი დევანდელის თეატრები მოქმედებენ უკვე მე მგონი პორნო ინდუსტრიის რანგში ზუგდიდში თეატრის სპექტაკლის მსახიობებმა პირში ფალოსები გაიკეთეს
მაგაზე რო თქვი ხო ადონ ნიკოლოზ ისე არ გამოვიდეს რომ ჩვენ ახლა მაგათი რო იტყვიან აი ამ გათახსირებულების ტვინში რა მოიხარჩება და რა გადაიხარშება მაგათ კომენტატორებად ვიქცეთ მაგრამ კომენტატორი რა შუაშია ბატონო დიტო ეხა ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი რა იმ ზუგდიდში ადამიანი უნდა განტვირთვისთვის მივიდეს თეატრში ნახოს სპექტაკლი მივა და ეხა ბავშვთან ერთად რომ მიხვალ იქა სპექტაკლზე და ფალოსი უჭირავს პირში რა მოსაწონია ან ამ სამეფო უბნის თეატრში ან აგერ კიდე ეხლა კადრიც განახებთ სულ გაგიჟდება ეს ხალხი ნახეთ რეებს აკეთებენ შევიდა სრაფად გამოვიდა უცხოა აბა ზოგჯერ გერდით ერთი ამობლესი ორი ამოწყლებელი ერთი თათარი როგორ ვინეორებ შეთხი და ვისაც ხურნი აქვს ის მინუს შევიდა სტრაფად გამოვიდა უცხოა ზოგჯერ გერდით ერთი ამობლესი ორი ამოწყლებელი ერთი თათარი ეხა ამას რო ადამიანი გააკეთებს ეხა მაინტერესებს ეს ეხა ნორმალური არის ხალხო რა უბედურება ეს ხდება საქართველოში და ეხა ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ეს ამაზე ლაპარაკი მაგრამ ადამიანისთვის თეატრი არის სულიერება ანუ ადამიანი განტვირთვა ხდება სულიერი საკვების მიღება ხდება თეატრში ხო როგორც კარგ წიგნს აიკითხავ ისევე კაი სპექტაკლის დროს სულიერ საზდოს იღებ რა საზდო უნდა მიიღე ეხლა ბატონ ნიკოლოზ აი ამ სამარცხვინოთა ამ უბედურების შესახებ მე წერილი მქონდა დაწერილი გაზეთ დასავლეთში და ჩემ და იცით რა არის მე ახლა ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნუ ეს არის ზნეობრივად წარწმედილი და ამორალური ხალხი ახლა მაგათ აქ უკვე და დამთავრებულია ეს ხელოვნება არ არის პირდაპირ გეუბნებით რა ეს არ არის ხელოვნება ეს არის გარყვნილება ეს არ არის და ეს რაღაცა უნდა დარეგულირდეს საქართველოში მე მახსენდება გენიალური ჩარლი ჩაპლინის წერილი თავისი ქალიშვილის ჯერალდინასადმი რომ ხელოვნების გულისთვისო შეიძლება სცენაზეო შიშველი გამოხვიდეო მაგრამო იქედანო იმაზე ბევრად უფრო უწიკოლო უნდა გახვიდეო ვიდრე ყოფილიყარ ოდესმე ესენი რომელ ხელოვნებაზეა ლაპარაკი და რომელ ჩარლი ჩაპლინზე და რომელ ჯერალდინაზე ვლაპარაკობთ ეს არის ზნეობრივი პარტახი ეს არის ამორალობის აპოთეოზი და მთელი უბედურება რა არის იცით ქალბატონმა ნინო კასრაძემ და სხვებმა ასევე ქალბატონმა მზია არაბულმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა შეასრულეს ლესბოსელების როლები იმიტომ რომ აეღოთ ფული ამიტომ ეს ხალხი არის ფულზე გაყიდული ფულის გულისთვის ეს ხალხი ყველაფერს იზამს ყველაფერს გააკეთებს ამას აკეთებენ იმისთვის რომ უცხოეთში მოღვაწე LGBT სოდომის ცენტრებმა ყურადღება მიაპყრონ აქ მოიცა თქვენ არიცით მოიცა ბოდიში კასრაძემ რო ლესბოსელი ქალის როლი ითამაშა კი ბატონო ვიცი და მაგას ვამბობ ზუსტად კაცო მაგას ვამბობ ზუსტად დაწერილი გვაქვს ორგვერდიანი წერილი დავწერე ამის შესახებ არა მარტო კასრაძემ არამედ ქალბატონმა მზია არაბულმა ამ არაბულთა სახელოვანი გვარის სირცვილმა შეასრულა LGBT ქალბატონის ლესბოსელი ქალის ამ სიბერეში გამოშტერდა ეს ქალი და ეუბნებით ფულის გულისთვის აკეთებენ ბატონო ნიკოლოზ იმიტომ რომ უცხოური LGBT სოდომიის ცენტრებიდან გარყვნილების ცენტრებიდან მოიზიდონ ფული გრანტები აქ უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი ესენი არიან ფულზე გაყიდული ხალხი ესენი არიან აი როგორ არის იცით ცირკთან რომ ქალები უბედურებით განან და თავიანთი სხეულით ვაჭრობენ იმათი ზნეობა და მორალი უფრო მაღლა დგას ვიდრე ამათი ესენი თავს იწონებენ და კოკეტობენ იმით ვითომ არიან მსახიობები
ვითომ არიან მსახიობები და სინამდვილეში არიან LGBT პროპაგანდისტები და ფულს ღებულობენ ამაში. ფულს ღებულობენ ამაში და მთელი უბედურება რა არის იცით? ეხლა ჩემი და თქვენი ტვინის მოღრეცვა აცი ძალიან ძნელია, მაგრამ იმ 15 და 16 წლის ახალგაზრდის თვალში ესენი აი მსახიობია, იცით, ესე ითამაშა და იქმნება ქიმერა, იქმნება წარმოდგენა და იქნება მიმბაძველობის პრეცედენტები, რომ ახალგაზრდები ბაძავენ მათ, რომ თურმე ეს ასე კარგი ყოფილა. აი ამიტომ არის ეს ხალხი გასასამართლებელი და პირდაპირ მნიშვნელობით ეშაფოთზე ასაყვანი, იმიტომ რომ ესენი ქართული ეროვნული იდენტობისა და თვითობის ხერხემალს აი წერაყინით ცემენ პირდაპირ და წალკაც უთხრამენ. არა, ეხლა ეს გაუხრებული ეს არის პირდაპირ გეუბნებით, კაცო, ესენი არიან LGBT პროპაგანდისტები და ეს ამათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. აი ხა თქვენ ახსენეთ ეს და ამაში უნდა ჩაერთოს ეკლესია. მე ხა რა მინდა იცი თქვა, აი ხა თქვენ ლესბოსელური სერიალები ახსენეთ. საქართველოში გამრავლებისა და დემოგრაფიის კუთხით რომ კატასტროფაა, კარგად ვიცით და ნახეთ ეხლა რა სცენები იდგმევა ფილმებში. გათხოვებას დაყლეს რომ ბედნიერება მოხონდეს, ბევრი ქალიური და ბედნიერი. ეხლა აი რა უნდა თქვა ეხლა ასეთ რაღაცებს? ეხლა მე ძალიან მიმძიმს ეხლა ესეთი კადრი რო განახეთ მაყურებელს, მინდა მივმართო, მაგრამ ეს არის რეალობა ხალხო, ეს არის რეალობა. აი ასეთ ფილმებს იღებენ, ასეთ სპექტაკლებს იღებენ. მე არ ვიცი, აი იმ შავბნელ ეპოქას რო ეძახიან, კომუნისტურ ეპოქას, მაშინ რო ფილმები არ გადაღებულიყო, აი რა ფილმები უნდა გვენახა ჩვენ? იმ 92-ის მერე რო დაინგრა ყველაფერი, 1-2 ფილმი თუ გადაიქდა, გადაღებული რაღაცა რო კაცმა შეხედო. აი ამნაირ ფილმს როგორ შეიძლება შეხედო კაცმა? ბატონ ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის LGBT გარყვნილებისა და სოდომიის ცენტრების მიერ მართული პროცესი. ეს ხალხი წარმოადგენს საქართველოში LGBT აგენტურას, ეს ხალხი წარმოადგენს გარყვნილთა სექტას და ამათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს. არ შეიძლება ამ ხალხის გაკარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებთან, მით უმეტეს არ შეიძლება ამ ხალხის სცენაზე და ტელეკამერის წინ გამოყვანა. ეს ხალხი უნდა იყოს იზოლირებული და ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება, კულტურის სამინისტრო იქნება თუ ეკლესია უპირველეს ყოვლისა უნდა იქნას ჩარეული და ძალიან კაცრი ხელით, ძალიან კაცრი და კანონისმიერი ხელით უნდა იქონოს ეს აღკვეთილი. თორემ ჩვენ დავიღუპებით, იმიტომ რომ ეს ხალხი ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამას რომ ადამიანი ქართველი იყოს, ის ქართველი არის. ქალი რო იტყვის, ქალი, კაცო, ქალი ამას რა. ხო და ის ქალი არის საერთოდ, კაცო. ის ქალი არის, ის როგორი დედა უნდა იყოს, როგორი მეუღლე უნდა იყოს, იქო დამთავრებული. აი ხა მე მოდი ამ პორნო ბოდიში მსახიობებს თავი გავანებოთ, მინდა პოლიტიკურ საკითხებზე გადავიდეთ. აი ხლა ერთ-ერთი აი სინდისის პატიმრებს რო ეძახიან და რეალურად სინდისის პატიმრებთან არაფერი კავშირი არ აქვს. ერთ-ერთი მშობელი გამოვიდა და 51 კუბო შეუვიდესო მოსამართლეებს. ახლა ეს დედა არის გეკითხებით. აი ეგრე აწამებენ მაგათ შვილებსაც მოვა დრო. ამათი 51 კუბო უნდა გავიდეს თითეული მოსამართლის სახლიდან, თითეული ზემდგომი ხალხისგან. 51 კუბო არაცდეს არცეც ოჯახიდან. ამინ. ეს საერთოდ მე არ ვიცი სააკაშვილი ხრეთდა ანადგურებდა ხალხს ერთხელ თუ გაგიგიათ თქვენ ირინა ენუქიძისგან, ბუტარობაქიძის დედასგან, რეალურად ვინმესგან თუ გაგიგიათ ან ვაზაგაშვილის დედისგან, ესეთი წყევლა კრულვა. ესე იგი ხალხი ხელისუფლების ჩამოგდებას აპირებდა, დაკავებულები არიან ცოცხლები, ჟანთელები სხედან და ეს ქალბატონები წყევლიან, ესე იგი ტელევიზიით კუბოებს უსურვებდნენ იმას, რა ქვია, დედებს. აი ეს არის ამათი მორალური. ნუ ახლა ეს რა მორალის პატრონიც არის იმას ისე მეტყველებს და ისე ლაპარაკობს. ნათქვამია ქართული გამოთქმა, კარგი, წყევლა მაწყევასაო რა. ასე რომ მაგისი არავის არ შეეშინდეს ახლა. საერთოდ ეს ქალბატონები კიდე ცალკე თემა არის. აი ეს ვინც არიან დაპატიმრებულები, მიშას დედრიონი. მაგათი მშობლები, ეს კიდე ცალკე თემა. აი ზვია ცეცხლაძის მამას მე რო უყურებ, ეუბნები რა.
ეს არის ესე იგი თალი მოძრაობა თალიბანის ასმეთაური არის უმთან რა რო შეხედავ თქვენ ამას რა მე მგონი ეგ კიდე სპეცსამსახურებმა კარგად გამოიკულიონ ეს კაცი თავისი შვილი უფრო მაგარი დამნაშავეა თუ ეს კაცი ხო უფრო უარეს არა ამ კაცის შვილი რა უნდა გამოსულიყო დედამისი ეს კიდე კარგად არის გასარკვევი იუხედა ნაცვლად იმისა რომ სინანულში ჩავარდეს ნაცვლად იმისა რომ ის გველის წიწილი რაებს ამბობდა რუსთაველის პროსპექტეო ეს უნდა გავაკეთოთო და ის უნდა გავაკეთოთო და უნდა გადავბუგოთო და მერეო მართუხლათები გავაბატო ნაცვლად იმისა რომ სინანულში ჩავარდეს რომ ეს ჩემი შვილი არასწორად იქცეოდა და არიქა თქვენ ჭირიმე მიშველეთ რაღაცა რომ გარეთ გამოვიდეს იქნებ ბავშვი და რაღაცა ამას არიზამს ეს კაცი გამოდის გეუბნებით აი ესეთი რაღაც ჩასისხლიანებული თვალებით აი მოზვერივით გეუბნები რომ უნდა რომ ეს ქვეყანა შეჭამოს რა და ეგრე არ არის თაყაო შე რო ადგილი გაყაო ნათქვამია ეს ქართული ანდაზა და არ შეიძლება ესე არ ამას ვერც ერთი არა მე არ ვიცი ყველა დედა ციხეში რო უზის შვილი გასაგებია რომ არ იქნება ობიექტური სუბიექტურია გასაგებია ყველა დედას თავისი შვილი გონია ყველაზე ბწყინვალე და აღმატებული მაგრამ ქალი გამოდის ჩემი შვილი უნივერსიტეტში უნდა იჯდეს ეხლაო და ამის მაგივრათო აგერო ციხეში ქალბატონო ვინ უშლიდა მერე დაიყო უნივერსიტეტში კაცი გამოდიოდა და მაიდანის მოწყობას აპირებდა ეს ჩემი ნათქვამია აგერ მისი განცხადებები აგერ რომელიც არაერთხელ შემოგთავაზეთ ჩვენ ეთერი და გამომიკედეს წყვილა 5 თვეა ბავშვი განათლებას უნდა იღებდეს და არის ციხეში რის გამო არაფრის გამო პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია მოედანზე მოხდა ეგრე თავისუფლების მოედანზე მოხდა უკრაინაში და სასურველი იქნება რა თქმა უნდა რა ქვია იმას მავთუხლართები რა იმიტომ რომ მაგათი გაჭრა გარღვევა ძალიან რთულია რა ძალიან მნიშვნელოვანია მაიდანზე გქონდათ გზის ჩახერგვის უფრო რადიკალური გზებიც არსებობს მაგასაც დამზადება ჭირდება რა და დარწმუნებული ვარ ყველა ხვდებით რაც არის ორად არ დავასახელებ ახლა ლაივში თავდასხმასაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა ოღონდ საჭიროა უფრო დიდი სახის რადგან პატარა უფრო ვიზუალური ეფექტის არის პიროტექნიკა შეიძინეთ ინდივიდუალურად რადგან ვიღაცამ რო ასე ჯგუფურად დაიწყო შეძენა ეგრევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეგრევე აიყვანენ და ქვები რა თქმა უნდა მაგრამ 170 ქართველი პოლიციელი რო არის ნაცემი დაანგრეულია თავყვა უამრავი ოპერაცია ქირურგიული ჩარევათა დასჭირდა ახალგაზრდა კაცმა გიორგი ზაბახიძემ ცალთვალი რო დაკარგა მე როგორც ვიცი ერთ-ერთმა პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭმა კიდე ისეთი უმძიმესი დაზიანება მიიღო რომ შვილი არ ეყოლება არასოდეს თავის ცხოვრებაში კი მაგრამ ეს ხალხი ქართველები არ არიან ეს არ არის ის ოჯახები ესენი საიდან მოვიდა ეს ხალხი ეს 170 კაცი ჩვენი სისხლი და ხორცი არ არის ესა ესენი რომ უშენდნენ იქ ცეცხლსა და ქვებს კი მაგრამ ეს სად ხდება რომელ ქვეყანაში ხდება ევროპაში ხდება ეგა საფრანგეთში აგერ ეხა მთელი ეს დღეებია რა ვიცი ხოლმე ძალიან ბევრს არ შეაჩვენეს როგორ შლის საფრანგეთის პოლიცია და არბებს მიტინგს კი მაგრამ ეს რა არის რაც ვერ გავიგე საქართველოში როცა სახელმწიფო ხელისუფლება საფრთხე ექმნება და პარლამენტის გადაწვა რო უნდა და პარლამენტში შეჭრა რო უნდა ეს ჩვენ მოვიგონეთ თუ დაგვესიზმრა თუ რაშია საქმე მე პირდაპირ გეტყვით ცხონებულ ზვიად გამსახურდიას რო ხოლოდა ისეთი კვალიფიციური კადრები და ერთი ვახტანგ გომელაური რო ხოლოდა არ მინდა ეხლა ჩემი მოგვარია და იმ კაცის ხებატიდება კიდე ანზორ ჩუბინიძისნაირი კადრი ხოლოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება შეიძლება გადარჩენილიყო და საქართველოს ამ დღეში არ ჩავარდებოდა და საქართველოს აფხაზეთს არ დაკარგავდა მაგრამ არა კაცი გამოდის ამ ცეცხლაძის მამა მეო შვილსო ზვიადი იმიტომ დავარქვითო ზვიად გამსახურდია საპატივცემლოდ კი მაგრამ სად ნახა მან ზვიად გამსახურდიას გამოსულიყოს და ეთქვას რომ უნდა გავანადგუროთ მაიდანი ისა ესა ან ესეთი ეპიტეტები თამკობდეს ვის სად გაგონილა ეს ყველაფერი რა მაგის შვილს ზვიადი კი არ უნდა ერქვას მაგის შვილს უნდა ერქვას ისა რა თენგიზი კიტოვანი თენგიზი კი არა უბრალოდ ჩინგიზი უნდა ერქვას ჩინგიზი უნდა ერქვას მონღოლ წაგავს ეგ ბავშვი მე ახლა ვიზუალზე არ ამჩვევია და
მონღოლს დაღავს, ეგ არის ჩინგისხანი სათვალეში, ეგ ზვია ცეცხლაძე, ეგ აგავს ჩინგისხანს და ეგ მაგას უნდა რუსთაველის გადაბუგვა და ზვიად გამსახურდია აქ ქართველების ამოსახოცად არ უნდა მაგას არც პრეზიდენტობა და არც ხელისუფლება და რუსთაველის გადასაბუგად. ეგ მაგის შვილს ზვიადი კი არა გადაარკვი ბატონო თქვენ შვილს სახელი და ზვიადის ნაცვლად დაარკვით ჩინგიზი ან თენგიზი. ან თუ გინდა ჯაბა დაარკვით რა. ხო. აი ხა უყურეთ ეხლა თქვენ თქვით აი არეულობა აგერ ხალი გამოდის ესე იგი იმ აჭარის პოლიციის უფროზე რომ მთელი ამბები ატყდა რომ რატო ესე იგი ამაღლობელი გაანთავისუფლეთო გამოვიდა ამ ტევე პირველზე ვიღაც გაურკვეველი ტიპის ქალბატონი და რას ლაპარაკობს ესო შვილსო ჩვენო რამდენჯერო სახეში გაგვირწყია შვილისთვისო და ამისთვისო ციხეში უნდა გაუშვათო ესე იგი თურმე შვილს რო რაღაცას დაჟი ამას ადარებს შვილისთვის სახეშის გალაწუნებას ადარებს პოლიციელისთვის სახეში გალაწუნებას აი ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს მშობლები დასაკავებლებიც იყვნენ რეალურად მაგრამ ძალიან ბევრი მშობელია ისეთი რომელმაც ცილა გააწნა თავის შვილს წარმოიდგინეთ ანუ ყველა უნდა გაუშვათ ციხეში ხო 7 წლის პატიმრობით ეს ხომ აბსურდია გესმით ხა ეს ხალხი ჭკუიდან გადავიდა ესე იგი ის ირაკლი დგებუაძე არის დიდებული ოჯახის შვილი დიდებული ოჯახის შვილია მე მამამის ვიცნობ ბატონ სოსო დგებუაძეს შესანიშნავი ოჯახის შვილი არის და არის ძალიან ღირსეული ოჯახი და გამოსული და ძალიან განათლებული და ძალიან სერიოზული ახალგაზრდა კაცია რა და ძალიან უყვარს თავისი სამშობლო ის პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს ცნობისათვის და ძალიან მოწესრიგებული და კარგი ოჯახიდან არის გამოსული ის კაცი და არ ვიცი ახლა ეს მზია ამაღლობელი ვინც არის გასაგები არის ახლა კალი რო კაც სახელში ცილას გააძეხა შეყვარებული იყო ეს მზია ამაღლობელი ამ ახალგაზრდა კაცზე თუ არ არის ისთვის გააცხა სახელში ცილა არის ნაწირალა ფული გადაუხადეს და იმიტომ ფული გადაუხადეს პირდაპირ ან დაპირდნენ ფულს რო ეს ახლა ესე გააკეთე და აირევა სიტუაცია და აი ამისთვის გააკეთა ის რაც გააკეთა და кайხას იქნება ციხეში კიდე უნდა იყოს ციხეში უნდა იყოს ეს უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი არ შეიძლება პოლიციელზე ხელის აწევა იმიტომ როცა შენ პოლიციელზე ხელს წევ შენ მაშინ უთხრამ სახელმწიფოს და ეს არ ეპატიება არავის და არ უნდა ეპატიოს კიდე აი ეგრე უნდა იყოს ეგ ამბავი ბატონო დიტო ეხა თქვენ ნამდვილად სწორს ბრძანებთ აი რასაც ლაპარაკობთ ესე იგი ჩვენი საზოგადოება ეხა იმ არის უკვე იმ დონეზე მისული რომ აი ჩვენ ფაქტობრივად ვართ იმ უკვე მდგომარეობაში რომ ამ ქვეყანას ერთი ავლი ზურაბაშვილი აღარ უშველის უკვე ეს წინა გადაცემაში თქვი და ეხლაც ვიმეორე ერი არის დაავადებული ერთმა რუსმა მეცნიერმა თქვა რომ ქართველი ერი დაავადებულია და გვეწყიდა ეს ბიჭო ამდენი გიჟი რო დარბის რუსთაველზე აბა რა უნდა თქვა ანუ ამ აგიტაციამ ამ სააკაშვილის მიერ დამუშავებამ აი გებელსის მეთოდის მიხედვით რომ მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტებად ვაქცევ ხალხს აქცია ღორების კოლტებად ხალხი ხალი გამოდის და ისა რა ქვია 51 კუბა უნდა შევიდესო გამოდის მეორედე და ისაო ჩემი შვილი უნივერსიტეტში უნდა იყოსო რატო უნდა იყოს ბიჭო მე არ ვიცი აი და ამას შეიძლება ადამიანი მე ტაში შეხვდეს და გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს არ ვიცი აი საზოგადოებას თვითონ რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და მე მოიწონებს ეს საზოგადოებაში არის სერიოზული პრობლემები ჩვენ ხედავთ აი ქუჩაში რო გავდიხარ ამდენი შეშლილი ამდენი აი ესეთი ავი და ამდენი აი ესეთი გაუწონასწორებული სახეს რო უყურებ უკვე მეშინია იცით ჩვენ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო ამ დასავლეთ გუში არა დღეს არა გუშინ იყო გუშინ გამოვიდა ერთ-ერთი აი კომისიის ხომაზე ვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ და თქვა რომ არა როგორ არ მახსოვს კაცო ვალერი გელაშვილი ვალერი გელაშვილი აი ბევრი იყვნენ გუშინ გამოსვლენები და ვალერი გელაშვილმა თქო სააკაშვილიო არისო ოფიციალური გიჟიო და მაგის ადგილი არისო ან ციხეშიო და ან საგიჟეშიო და ეს არის ქართული სახელმწიფოს ღირსების საქმე ბატონ ნიკოლოზ სააკაშვილი არ უნდა იყოს კლინიკა ვილომეთში ვილომეთი არ არის ის ადგილი სადაც სააკაშვილის მსგავსი კრიმინალი უნდა იყოს წამოკოტრიალებული და ადამიანები რომლებსაც
არაფერი არ ჩაუდენიათ ფაქტობრივად და არავითარი დანაშაული არ მიუძღვით და რაღაც იდიოტური ბრალდებებით არიან საშელასრულების პენიტენციარულ სისტემაში განთავსებულნი. აი ეს ფაქტობრივად ეს რა გამოდის მაშინ? ესე იგი ამ კაცის იუამეთში ყოფნა სახელმწიფოს კონსტიტუციას, პრინციპებს და საერთოდ სამართლიანობის პრინციპს ანგრევს. კი მაგრამ თუ კრიმინალი ციხეში უნდა იყოს, კრიმინალი და სამშობლოს მოღალატე სააკაშვილი საავადმყოფოში რატომ უნდა იყოს? იქ წამოკოტრიალებული. და ლუქს კაბინეტში და თელი ამბები და განსაკუთრებული მზრუნველობისა და მომსახურების ქვეშ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ქართულ სახელმწიფოს, ვისაც ეს ეხება, ვისაც ეს ხელეწიფება, შესაბამის ინსტიტუციებს, რომ ეს კაცი გადაათმიეთ ციხეში. ეს მოღალატე, ეს სამშობლოს გამყიდველი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ქვეყანა დაუპა და ქვეყანა შეიყვანა ისეთ პოლიტიკურ ჩიხალური ნაბიჯების გადადგმა. სარებზე გასმა მოღალატე ქართველებისა. ეხლა როდემდე ველოდოს ჩვენ ეს პირველი თუ მეორე ბანი რო გამოვა პაატა ბურჭულაძე, რომელიც ასევე უკან მალე არ გამიკვირდება, მაგალითად წიტველი ირბინოს იქა ჩაიხადოს, იმიტომ რომ ეთყობა უკვე ხმა დაკარგა და ფულს ვეღარ შეულობს. აი ამას ჩვენ როდემდე უნდა უყუროთ, ინდულგენცია არ ჟურნალისტობა არის, არც პირველი ბანობა არის და არც მეორე ბანობა არის. დამთავრდა უკვე ამდენი ლოიალური დამოკიდებულება, უკვე აღარ შეიძლება უკვე ამდენის მოთვერა. ესე იგი 100 კაცი გადაკეტავს იმ რუსთაველს და მთელი ქალაქი პარალიზებულია, მთელი ქალაქი. ბავშვის ცუდად რო გაგიხსნე, სასწრაფო ვერ მოვა. რაღაცა მოხუცი ცუდად თუ გახდა, ელემენტარულად წამას ვერ უყიდი, კაცო. ესე იგი ამათმა აიკლეს ყველაფერი რა. ესეთი რამე შეიძლება, კაცო, ვერ გავიგე, რა უბედურებაა და ესენი უნდა ციხეში უარი ამათი ადგილი, ადმინისტრაციული სახთელები კი არ უნდა დაედოთ ამათ. ამათ უნდა გაუშვათ ციხეში. დღეს მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად აი ჭეშმარიტების წერტილს უახლოვდება ქართული სახელმწიფო და მართველი პოლიტიკური პარტია. მე პირდაპირ გეუბნებით ბატონ ნიკოლოზს. სექტემბერ-ოქტომბერში, ნუ ყოველ შემთხვევისათვის 4 ოქტომბრის შემდეგ, აი რაც კომისიაზე ხდება, აი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ხდება, ქალბატონ თეატროლუკიანის კომისიაზე რაც ხდება, ყოველივე იმის შემდეგ თუ კონკრეტული პიროვნებები არ მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში და არ დადგება პროკურატურაში მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი და შესაბამისად სასამართლო არ გამოვიდა შესაბამის ვერდიქტს, გეუბნებით რომ ეს ყველაფერი იქნება ფარსი რა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ნიურნბერგი ახლოვდება და ეს გარეწრები, რომლებმაც უღალატეს სამშობლოს, უღალატეს ქართველებს, უღალატეს ჩვენ სარწმუნოებას, უღალატეს ქართულ ტრადიციებს, უღალატეს ქართული ცხოვრების წესს და უკანალ წამოხტილები ტიტლიკანები დარბიან ქართულ სცენაზე, ქართული თეატრების სცენაზე, აუცილებლად მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ და მე მწამს, რომ კანონის მსახრალი ხელი, კანონის მსახრალი და მტკიცე ხელი აუცილებლად თავის საქმეს გააკეთებს და ჭეშმარიტება როგორც იტყვიან გიებს. აი ამის დიდი იმედი მაქვს. ეს 3-4 თვეში, ბატონ ნიკოლოზ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიყვეს. თუ არა და გეუბნებით პირდაპირ ქვეყანა არის საბოლოოდ დაღუპული. კი ბატონო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონ დიტო, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, როგორც ყოველთვის და იმედია რომ მართლაც პროცესები ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო წარიმართება და ჩვენ არ მოგვიწევს კვლავ იმაზე ლაპარაკი, რომ ესე იგი უნდა გასამართლენ, უნდა დაისაჯონ. ერთხელ და სამუდამოდ საერთოდ ერთი რამეზე ვოცნებობ, რომ სიტყვა ნაციონალი არ ვიხმაროთ ჩემ გადაცემაში და საერთოდ ნაცებზე აღარ მქონდეს რაღაცა საუბარი და იმიტომ რომ ეს უნდა აკრძალოს, აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ეს ბნელი და ბინძური, ეს გარკვეული პოლიტიკური ძალა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ბედნიერად დიდი მადლობა. კარგად მზადდებოდეთ. ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. აი ხა ბატონი დიტოც და მეც შევეხეთ კომისიის ხდომას. აი არნახულად საშინელი ისტორიებს ვისმენთ. აი ძალიან საშინელებაა აი ამ ყველაფრის მოსმენა. ძალიან საშინელება არის და მე ვფიქრობ რომ მართლაც აი რა მორალური უფლება აქვს ეხა ნაციონალებს ქუჩაში რომ დაწარწიან
და კიდე აქ სასამართლო პროცესებზე აი ამ რეჟიმად რომ მოიხსენებენ დღევანდელ ხელისუფლებას. ციხეში გადიან გეგონება რო გამოდიან ბახმარო საერზე არიან ნამყოფები რა. და ხალხი ცოცხლები ვერ გამოდიოდა, გააუბადურეს, გაანადგურეს თაობები, ქონებები წაართვეს ხალხს და დღეს ესენი ნოტაციას გვიკითხავენ. დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი გვეუბნება რაღაცა დემოკრატიის კუთხით რაღაც პრობლემები არის. როცა ხმას არიღებდნენ იმაზე, რაც ხდებოდა მაშინ. აი ეს არის ლაკმუსის ფურცელი, ეს არის რაღაც გამყოფი ხაზი იმ პერიოდსა და ამ დღევანდელ პერიოდს შორის. ამიტომ დასკვნები არის გამოსატანი ამ ყველაფრიდან და ერთხელ და სამუდამოდ აი ეს დამნაშავეები. ეს ნაცხროვა უნდა ამოიძირკოს ქართული პოლიტიკური სივრციდან. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაციების გარეშე რეალობად იქცევა.